მშვიდობა, ძვირფასო თანამემამულეები. გუშინ როგორც დავაანონსეთ, ჩვენ დღეს ისევ აქ ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის წინ. ჩვენ აქ მოვედით დიდება უფალს კბილებამდე შეიარაღებული უფლის რწმენით და გადარჩენის იმედით, რომ არა უდიდესი რწმენა ჩვენ ვერ მოვიგებთ ამ ომს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რის ვეომებით. ჩვენ ვეომებით მსოფლიოს ბოროტ სისტემას. გუშინ როგორც აღვნიშნე, სისტემა, რომელმაც მოისყიდა სახელმწიფოს ხელმძღვანელები. სისტემამ, რომელმაც მოისყიდა რელიგია. სისტემამ, რომელმაც მოისყიდა საინფორმაციო საშუალებები. სპორტსმენები, ხელოვნების დარგი, ყველაფერი მოისყიდა ფაქტიურად. და კი ვხედავთ, ფულის ბატონობა ზეობს დღეს მთელ მსოფლიოში ფაქტიურად. არავის არ ეგონოს, რომ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები არის თავისუფალი. მისი ხალხიც ტრილიონობით ვალებში გვინავს. და 1913 წლიდან, როცა ფედერალურმა რეზერვმა აიღო ფულის ბეჭდვის უფლება და ამერიკის პრეზიდენტს მაშინ უდიდესი შეცდომა რომ მოუვიდა ამის უფლება რომ მოსცა, იქიდან როგორც სახელმწიფო ამერიკაც განადგურდა. და ამ სისტემამ მერე შეაღწია ყველა ქვეყანაში აბსოლუტურად და ეს მათ დაანგრიეს საბჭოთა კავშირი, არავის არ ეგონოს რამეს მივტირი, ეს მათ დაანგრიეს აბსოლუტურად ყველა სოციალური სახელმწიფოები, რომელიც არსებობდა. და კი ვხედავთ ჩვენ, ბანკები დღეს წარმოადგენენ ჩვენ ქვეყანაში ფაქტიურად მონათმფლობელებს, მაგრამ უარესებს კიდე და რატო? მონათმფლობელს მონა კიდე ჭირდება, რომ ამუშაოს და რაღაც საქმე გააკეთებიოს. ამათ არ ჭირდებათ მსესხებელი, ანუ მონის როლიც არ აგვაქვს. იმიტომ რომ ხედავთ, ამ ფულმა დააფინანსა ტექნოლოგიები, რობოტებს უშვებენ და მალე ციფრულ ვალუტაზე გადავალთ და ანტიქრისტეს ბეჭედი პირდაპირ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაღი დაგვესვება მაგით, რომ ყველაფერს ისინი გააკონტროლებენ, რა ვიყიდოთ, სად წავიდეთ და ასე შემდეგ. ეს არის უსასტიკესი სისტემა, რომელიც ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს ყველანაირად. ამიტომ ჩვენ სახელმწიფო რო იყოს ძლიერი, აუცილებლად უნდა გქონდეს საკუთარი ბანკი და საკუთარი ფული. ჩვენი ლარი დღეს არ არის ფაქტიურად სახელმწიფო ფული, იმიტომ რომ ეს მიმულია ვიცით დოლართან და ფაქტიურად დოლარი ნებისმიერ დროს შეუძლია დაასანქციონონ ბანკები, იმიტომ რომ ჩვენი არ არის. მე ამოვიღე ახლა და წამოვიღე საქართველოს ბანკის სამეწარმეო ამონაწერი. მაგასაც ვითომ ქვია საქართველოს ბანკი. მაგრამ უბრალოდ მინდა მოსახლეობამ კარგად გააცნობიეროს, რასთან გვაქვს საქმე ზოგადად. რამხელა ფარულ შეთქმულებასთან კაცობრიობის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყანა ყველაზე მეტი სამიზნეა. მაგრამ დღეს დიდება უფალს როგორღაც მაინც მოვაღწიეთ აქამდე, რომ იმ კანონებით, რა კანონებით საბანკო სისტემას ჰქონდა, ფაქტიურად ქართველი ერი უნდა გამქრალიყო რუკიდან ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ რო გენეტიკურად არ ვართ მტაცებელი და ის რა ქვია, ისეთი ბოროტი ერი, ამითაც აჩვენა, რომ თვითონ ბანკირებშიც კი გამოჩნდა ისეთი ადამიანები, რომ სისტემის გამო წავიდა ბანკიდან. აღმასრულებელიც კი ზოგი 5-ჯერ, 8-ჯერ გადადებს გამოსახლებას, იმიტომ რომ ჩვენ გენეტიკაში არ არის აი ეს მტაცებლობა და ადამიანის ჩაგვრა. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ერი, რომელიც ქრისტიანობას და მართლმადიდებლობაზე გვაქვს პრეტენზია კი არა ვართ და ვიცით რომ გაცემა მეტი ნეტარება შეიძლება რომ აი რაც ბანკებს კანონები აქვს, პროცენტის პროცენტი, ჯარიმის ჯარიმა, აი ეს კანონი დაუშვას და რო დაუშვით ეს ზუსტად ამიტომ დავისაჯეთ. ზუსტად იმიტომ დავისაჯეთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი გავყიდეთ ფულზე და ამ შევარდნაძის პოლიტიკამ რაც კი მიაბა და ადამიანი თვითონ იძახდა რომ სოფლიო მართლობა იქნება, მაგრამ დიდება უფალს უფლის გარეშე არც შევარდნაძის სიტყვა, არც მაშინ ბეიკერი იყო, მაგის მეგობარი გახსოვთ ალბათ სულ 24 საათი ბეიკერი ეგერა პირზე. ვერც ტრამპის და ვერც პუტინის და ვერავინ უფლის ნებაზე მეტი არც ერთი არ არის. მაგრამ ღირსი უნდა ვიყოთ ჩვენ რომ გადმოგვხედოს და ის რაც გვინდა დღეს ძლიერი სახელმწიფო საკუთარი ფული. დიახაც არ მჭირდება მე დოლარი ამ ქვეყანაში და არაფერი გაჭირვება არა კიდე ქვეყანას ისეთი რომ ფული ვერ დაბეჭდოს, ქაღალდი
სულ ტყუილია, აბსოლუტურად ვითომ გამყარება ოქროთი რაღაც მეტალით, აბსოლუტურად ტყუილია. ფული უცებ იქცევა ქაღალდად, როცა მათ უნდა. ისინი სპეციალურად ქმნიან ხელოვნურ კრიზისებს და ვითომ ფულს ვერ ბეჭდავენ მაგდენს. ეს არის აბსოლუტური 21 საუკუნის სასწაული აფიორა და ამით უნდათ მათ დაგვიმორჩილონ. დღეს საქართველოს 70% საქართველოს მოსახლეობის და ასევე ჩვენი ეროვნული რესურსები ბანკებს აქვს დასაკუთრებული. და მე უბრალოდ მინდა წავიკითხო, ვამბობ, საქართველოს ბანკი, რომელიც ყველაზე დაუნდობლად, რომელსაც ყველაზე მეტი გამოსახლების მოთხოვნა აქვს და წერილზე აგზავნის, რომ დაგვიცალეთ ჩვენი სახლებიო. თან არ გინდათ ბედის ირონია, არ გააფუჭოთ რამე ჩვენ სახშიო, როცა ჩვენ ამას ისე რუდუნებით ვაკოწიწებთ ჩვენ საცხოვრებლებს. მე წავიკითხავ საქართველოს ბანკის ამონაწერს, რომ ვიცოდეთ, თუმცა ესენიც შემსრულებლები არიან აი იმ ფარო რო არ ჩანან, იმ ბოროტების, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ბოროტი ადამიანების, რომელსაც კაცობრიობის სისხლის ტყურია, აი მანიაკების პირდაპირ დავარქვათ სახელი, აი იმათი ნების შემსრულებლები არიან. და მე წაგიკითხავთ ახლა, ვინ არის სამეთვალყურო საბჭო, ანუ ვინ განაგებს. საქართველოს ბანკის ეს პირველი, თორემ ჩვენ სისტემატიურად გაგაცნობთ ყველა ბანკის სამეწარმეო ამონაწერს თუ რასთან გვაქვს საქმე და ვისი მონები ვართ, ვის უხდით წლებია ხარკს. თავმჯდომარე მელ ჯერარდ კარვილი, ეს არის ირლანდიის წარმომადგენელი ვიღაც. ჰანა ლოიკანენი, ფინეთი. ევრონიკ ემკე კაროლი, საფრანგეთი. სესილ დაერქუილ მესამე, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო. ჯონათან ვილიამ მეირი, ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ჩვენი დირექტორთა საბჭო მართველი ორგანო არის დირექტორი მიხაილ გომართელი, უნდა წავიკითხო, დირექტორის მოადგილე სულხან გვალია, კიდე მეორე მერაბ ქოქოსაძე, დირექტორის მოადგილე ეთერ ირემაძე, დირექტორის მოადგილე დავით ჭყონია, დირექტორის მოადგილე დავით დავითაშვილი. აი ეს ყველა ფაქტიურად აი იმ ფარული შეთქმულების მონაწილეები არიან, რომლებიც საკუთარ ერს აი ამ სისტემაში მონაწილეობით ძარცვავენ და ფაქტიურად სასიკვდილოდ იმეტებენ. იმიტომ რომ ბანკის პროცენტები ნიშნავს ერთი თუ დაიშვა, მერე 8 ფეხასავით მოედება ყველაფერს და ანგრევს ოჯახებს. რამდენი ბავშვი მოგლიჯეს დედის ძუძუს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და გაუყენეს ტირილით საზღვარგარეთის გზად. და ზუსტად მაგათი სამიზნე ოჯახებია, იმიტომ რომ ჩვენთან ოჯახია სიწმინდის, მორალის განსახიერება, რწმენის, უფალთან სინქრონში ცხოვრების და ვასწავლით ამას ჩვენ შვილებს. მაგრამ დედები წაართვეს ახალგაზრდებს და რაც მივიღეთ ნახეთ. იმას ბანკი ესენი აფინანსებენ იმის კაზინოებს, ესენი აფინანსებენ ნარკოტიკების იმას რა ქვია ლეგალიზაცია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ესენი აფინანსებენ ბორდელებს, რაში ჩაახჩეს საქართველოს, აი ეს მართლმადიდებლური და ქრისტიანი ერი. და ამიტომ ეს პირდაპირ კავშირშია გიხსნით ჩვენ ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან. მე აქედან მინდა მივმართო სასულიერო პირებს, მამებს, რომლებმაც წელს უნდა იზეიმონ თურმე ქრისტიანობის 1700 წელი. მე კითხვა მაქვს, რას ზეიმობ, როცა შენ ქვეყანაში ოფიციალურად კანონით ნებადართულია ძარცვა, ადამიანების გაუბედურება, რა უნდა ვიზეიმოთ? მაინტერესებს თუ ეს ქვეყანას ასე ადებს კისერზე წოდვათ, მაშინ სად არის აი ის მადლი, რაც ჩვენ ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას და თქვენს ლოცვა კურთხევას რო ქვეყანაზე ის კვალი დაეთხო, სად არის ეს, როცა მასიურად ხდება ეს ქვეყანაში? დაიცალა სოფლები, განადგურდა ქალაქები, თბილისი ერთ დიდ თავკომბალად იქცა და აქაც კი ვხედავთ, ჩაანაცვლა ერი უკვე სხვა ადამიანებმა, არავის არ ვერჩი ნამდვილად. ვინც სამტროდ არ არის მოსული, ეს დედამიწა ბევრს დაიტანს, მაგრამ ჩვენი ჩაგვრის ხარჯე კიდევაც ვამბობ. და დღეს მინდა მივმართო ებრაელებს. ყველამ ვიცით, რომ აი ეს საბანკო კანონები არის სულ ყველა ებრაელთა ოჯახები, უნიჭიერესი ხალხია ებრაელებში, მაგრამ ნიჭი ცუდ რამეშიც მაგრად გამოადგა. ძალიან ცუდად. და ისინი როცა ქართველ ებრაელებს ჩვენ მოძმეს უწოდებენ თავიანთ თავს. მაშინ როგორ დავიჯერო მათი მეგობრობა? მე მინდა ამათ უთხრა, რომ რამ შეგაძულად ქართველი ერი და რატო რა დავაშავეთ ის რომ მიგიღეთ? იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა მიცით, ყველა ებრაელების ოჯახია ის,
ვინც ამ ბანკების უკან დგას და მათ ამ სოფლიოს განადგურება მათ ფულის სახით გადაწყვიტეს და აი რაც გვიქნეს კი ვხედავთ, მაგრამ დიდება უფალს ვამბობთ, ჩვენ ვართ შეიარაღებული ტბილებამდე უფლის რწმენით და არაფრით არ გავჩერდებით. გამორიცხულია. ჩვენ ხვალ და ზეგ არ ვიქნებით, უпростоრედ სამშაბათამდე, სამშაბათს აქ მოვალთ და არ ვიშლებით. საერთოდ არ დავიშლებით. ეს ბრძოლა ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. დიდება უფალს ჩვენ აქ ესენი ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. არა თუ უფლის წმინდანების დიდება უფალს, ცოცხალი წმინდანების და ზოგადად წმინდანების დახმარების გარეშე. რადგან აი ეს სისტემა თუ არ დამარცხდა და აქ თუ არ გავიმარჯვეთ, პირდაპირ ვამბობ, ჩვენ აქედან არ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, ვთქვათ, რომ არა ჩვენ მსოფლიო სისტემას ვეუბნებით. ეს არის ქართველი ერის სულიერი მისია, როცა მათ ბოროტებას გვარს ვეუბნებით და არანაირ მათ მზაკრულ ჩანაფიქრებში, მათ მზაკრულ აზრებში და მიზნებში ჩვენ თავს არ მოვიაზრებთ. გამოვიწყულია ეს. და აი ამ სოფლიოს მივმართავთ ზუსტად, რომ კეთილინებონ დაიხიონ უკან. ჩვენ ძალიან მალე მოვითხოვთ ეროვნული ბანკის დირექტორთა საბჭოსთან, სამეთვალყურო საბჭოსთან დაჯდომას და პასუხის გაცემას. ზოგადად რას ფიქრობენ, მიწერილი მაქვს უკვე და რას აპირებენ, როცა 100,000-ობით ქონება დაისაკუთრა ამ ბანკებმა დღეს საქართველოში რით აბრუნებთ ამას, რა მექანიზმი გაქვთ. ამიტომ ერმა უნდა ვაჩვენოთ ძალა და მექანიზმი და ყველაფერი გადაწყვეტის გზა არის ხალხის ძალაში. ჩვენ ხალხმა უნდა მოვინდომოთ და პირიქით სახელმწიფოს დასუსტება კი არა, სახელმწიფო გავაძლიეროთ. ფულის ქაღალდის პრობლემა გვაქვს ჩვენ და ვერ დაუბეჭდეთ ფული. ფულს თავისი ფუნქცია უნდა დაუბრუნოთ, გაცვლა გამოცვლის საშუალება. მეტი არაფერი და რამდენიც იქნება საჭირო ამ საქონლის შესაქმნელად იქნება ეს თუ გაცვლა გამოცვლისთვის იმდენი უნდა დაიბეჭდოს ეს ქაღალდი. და სიყვარულში, უფლის რწმენაში უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ზუსტად გაცემა მეტი ნეტარებაა და არა წართმევა. ეს უნდა ვიცოდეთ. აი ამ პრინციპით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. ეს პირდაპირ ქართველი ერის მესიჯია დიდება უფალს, უფლის მიმართ რომ მოგვეხმაროს, ხელი შეგვიწყოს, რომ ასეთი უფლის რწმენაში, სიყვარულში, სიკეთეში მართულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ამისთვის ვიბრძვით ჩვენ. Давай, იყვიოსიტყვას. Mes rames maginot ხალხო პირეს ხომ ჩვენ ახავარდა. მესვიდან შვიდობა. გაბევრება ჩვენი. შალვა მაგრაძე, მე თვითონ ვარ საქართველოში საბანკო სამეურნეო სისტემით დაძაბულებული და უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. დედამამისაც წლების განმავლობაში ვიბრძოლით, რა ვიცი, 200-ზე მეტი გამოსაკვირველობა გადადებული, 15 შექმნა გვაქვს. არ ვიცი, ძალიან ბევრი რამე ისაუბრე ბატონო ძალიან ბევრი სამუშაო ჯგუფის წევრებიც უნდა, მაგრამ რაშია ეს გენაცვალე საქმე. მე მართლულად არ მიმაჩნია ერთი რამ. ჩვენ სამშობლოს ახლა ძალიან მიწევს. ფაქტიურად ეგზისტენციალური საფრთხეა. ყოფნა არ ყოფნა, გადარჩენა არ გადარჩენა. და არის რამოდენიმე ისეთი საკითხი, რომლის ერთმანეთის ცალ-ცალკე განხილვა ჩემი აზრით იმდენად მიჯანშეწონილი არ არის. მაგალითად, საბანკო სამეურნეო ტერორი იწვევს აგრეთვე ქართული მიწების გასხვისებას გადამთიელებზე. თავიდან ბოლომდე, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა. რო არ ყოფილიყო ეს ომი, უკვე არაბები აქ დაიწყებდნენ მშენებლობას და 2 წელიწადში დამთავრდებოდა ყველაფერი. სოციალურად დაუცველები. ამიტომაც ჩვენ ყველაფერი ეს ერთად უნდა განვიხილოთ. ერთი პრობლემაა ესა. აი მე ექიმი ვარ. მაგალითად ადამიანთა რომ მივიდეს მიიყვანონ დაჭრილი პიროვნება 3 სახიფათო ჭრილობა ქონდეს. ხო არ შეიძლება მარტო ერთს მიხედო დაამუშავო და ის ორს ყურადღება არ მიაქციო. დაგეგმოთ ასე დროსაც ისე და ამიტომაც ეს ყველაფერი ერთად კომპლექსში უნდა მოხდეს. არის ჩვენ მოვდის ხოლმე შეცნობები. აი მაგალითად ახლა სირცხვილი არ არის ხალხს ამოვიდა. აგერ ახალგაზრდა კაცია 9 ძმა ხერხეულიძე რო იცავდა საქართველოს დროშას მარტო ახალგაზრდა ბიჭი იცავს წანიში ტყება. როდის მოკლავენ არავინ არ იცის და ყველა ამას უყურებს შორიდან. ეს ახალგაზრდა გაიხარეთ ზევა. არა, ნუ ასე არის და ახლა ხო არ მოვიტყუებ, კაცო. და ყველა როდესაც საუბრობს, ხალხს ისიც რა მოვიდა, იმდენმა იმ დოზით მოატყუეს,
რომ ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ უკვე აი როგორც ნარკომანები არიან, წამასროჩევია, ლომკა, ხალხს და უცხო აწყობს რომ მოატყუო. ესე იგი, ჯერათ იმ ხალხის, რომელიც დასაჯერებელი არ არის და არ ჯერათ იმისი, ვისაც უნდა დაუჯერო. და არ შეიძლება ასეთი რაღაცა. Facebook-ი ცხოვრობენ, ვირტუალურ სამყაროში არიან ხალხი. აი დამერწმუნე, აქეთ პარტია, ბელადუმანია, რაიმე ეს ხალხა ეს გადაგვარჩეს, მერე ის გადაგვარჩეს. დამერწმუნე, ჯალალედინის იმ ჯალათებს შორის, რომელთა მახვილებს 100,000 მოწამე შეეწირა, უფრო შეიძლებოდა კეთილშობილი, გულმოწყალე ადამიანის ნახვა, ვიდრე დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში შეიძლება სათნო გულმოწყალე ადამიანის ან სამშობლოსათვის თავგანწირული უანგარო ადამიანის ნახვა. გამორიცხულია ეს ყველაფერი. ამიტომაც რამენერად პატიოსანმა ხალხმა უნდა ჩავკიდოთ ხელი. არის ისეთი რაღაცეები, სულიერების ამბავის, ეკლესიის ამბავშიც, რომ არ შეიძლება ცოტა სათუთი თემაა. მე არაერთი აქცია მაქვს თვითონ საპატრიარქოსთან გაკეთებული, მაგრამ არსებობს რაღაცა დოზა, რომლის იქეთ გადასვლა აღარ შეიძლება. ამას დიდი რჯულის კანონი გძალავს. სოფლიო საეკლესიო კრებებია. სოფლიო საეკლესიო კრებას თუ არ დაემორჩილებ, არ ემორჩილები ქრისტიანობას. ესე იგი არ ემორჩილები ღმერთსაც. ეს აგერ სასულიერო იცით ახლა რასაც ვიდა. მოდით, აი დიდი ილიას სიტყვებია წმინდა. ხალხის ერთობა სტიქიონია, აშტიქიონება გამარჯვებაო. შევიკრიბოთ, იქნება წესიერი პატიოსანი ხალხი, ავსტიქიონდეთ და გავიმარჯვოთ რა. სხვა გზა არაფერი არ არის. გამიგეთ და საცაკენ ნუ განვიხილავ. ჩემთვის ეს იმიტომ რომ ხოლმე შეიძლება თავის გაწირვა მოგვიწვიოს. გადაცვალე არაბები, ხალხი შეიძლება ირანელები შემოვიდნენ. უკვე ესეთი სიტუაცია და არა. მარტო ბანკი ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი ბოროტება თუ რამე არსებობს, მაგრამ ხო, გასაკვირველია, მაგრამ იქაც დოლარია, ყველგან დოლარია, გადაცვალე. კარგით და რამე საუბრებით დაიუჭერთ. როგორც განებს. უფლება დამცველი ადვოკატი ავთანდილ ველთაული. ამ 3-5 წლის უკან ალყაში გვყავდა ეს შენობა. მთლიანად არ უშვებდი, პარალიზებულიყო. რატომ? იმიტომ რომ პროტესტს გამოვთქვავდით, მიწების არ გაყიდის. 2-3 დღე გქონდა და მე მაინც გააკეთა თავისი. ხელისუფლება მაინც გააკეთა თავისი. მაინც გაყიდეს მიწები და დღესაც ყიდიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ერთად არ ვიქნებით, დღეს ძალიან კრიტიკული მომენტია. ესე იგი, ფულის გულისთვის ხალხს ხოცავენ, ათასობით ხალხს ხოცავენ. ფულის გულისთვის, ბიზნესის გულისთვის სახელმწიფოებს აჩმორებენ, ასე რომ ვთქვათ. დღეს როგორც არასდროს ქართულ ხალხს ყიდება ერთად დგომა, ერთად შრომა და ერთად ბრძოლა. აი ეს მინდა უბრალოდ თქვა. გენაცო. მე მინდა მოგმართოთ ამ წუთში ყოფილ ბანკირებს, რომლებიც გაგაკონტრეს შეგნებულად დიდმა ბანკებმა და ზოგმა ვიცი თვითმფრინავებითაც დაამთავრა სიცოცხლე. ყოფილ ბანკირებს, ფინანსისტებს, ეკონომისტებს გიწვევთ ჩვენთან მიალბუზის 19 ნომერში. მე გამოვაცხადებ ახლა ჩემ ნომერს, რომ დაგვიკავშირდეთ და თქვენი დაკავშირების სიხშირის მიხედვით ჩვენ დავთქვამთ დღეს აუცილებლად, რომ შევიკრიბოთ. ჩვენ უკვე იმ კვირაში აუცილებლად მოვითხოვთ ეროვნულ ბანკში შეხვედრას და კითხვა რაც დავსვი. თქვენი პოლიტიკის გამო, ანუ ეროვნული ბანკის პოლიტიკის გამო, გააყიდულ საქართველოს რას უშვებით. როცა მთელი სტრატეგიული ობიექტებიც წყალია უცხოელს ეკუთვნის დღეს ქვეყანაში და ნებისმიერ მომენტში შეუძლია სახელმწიფო საბოტაჟი მოუწყოს. ასე რომ ჩვენ გვაქვს ეს კითხვა და აუცილებლად მოუწევს ეროვნული ბანკის იმას რა ქვია დირექტორთა საბჭოს და სამეთვალყურო საბჭოს პასუხის გაცემა, რას ფიქრობენ ესენი და აუცილებლად თქვენ რა თქმა უნდა ეს იქნება პირდაპირ გაგაგებიეთ ყველაფერს. ჩვენ სამშაბათამდე არ გამოვალთ. სამშაბათიდან უწყვეტად საერთოდ ვიქნებით აქ. ოღონდ სამშაბათს გამოვალთ დღის 3 საათზე. სამშაბათის დღის 3 საათიდან ყოველდღიურად ჩვენ ვიქნებით აქ. ჩემი ტელეფონის ნომერია 599 51 82 25. ვიმეორებ 599 51 82 25.
ყოფილ ბანკირებს, ფინანსისტებს, ამ წუთშიც ვინც ახართ ბანკირები და რო ხედავთ, რამხელა საფრთხე ემუქრება ქვეყანა ზოგადად, იმიტომ რომ იცით, რამდენი გამოსახლების მოთხოვნა არის იმაში საახსრულებოში. და ზოგადად ჩვენი მოთხოვნა იქნება საერთოდ სასწრაფოდ გააჩეროს ხელისუფლებამ გამოსახლება ამას ბანკებიდან დავიწყებთ აქ რომ ბანკებიდან აუცილებლად უნდა გაჩერდეს გამოსახლება და თავისთავად ყველა გაჩერდება მე მევახშეებისგანაც და ჩვენ აუცილებლად ვიპოვით გზას აუცილებლად სახელმწიფო ბანკი რომელიც ამ ყველაფერს ვალდებულებას თავის თავზე აიღებს და პასუხისმგებლობას მანამდე კი გაჩერდება ეს გამოსახლებები და მანამდე ესენი კეთილინებებენ და დააცდიან სახელმწიფოს. თუ არა და საერთოდ ვამბობ, აილაგმება მიწის პირისგან. თუ სახელმწიფო არ დაგვიდგება გვერდში ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ მათ არ მდომებია ძლიერი სახელმწიფო. მათ არ მდომებია თავიანთი თავის ხელისუფლებაში. ჩვენ ხომ მათ არ გვედავებით სკამს არსად. არ გვაინტერესებს არც ერთი არ არის ის, ვისაც რამე იმით სკამი ჭირდებოდეს და თანამდებობა. ჩვენ გვინდა ვიმეორებ ძლიერი სახელმწიფო თავისი ფულით. და არაფერი გაჭირვება არ აქვს, გვარგო ფული არ დაუბეჭდოთ. მოითხოვე და მოგეცემა. მით უმეტეს ინგრევა, დიდება, უფალს დღეს ვხედავთ ეს სისტემა. და როგორიათ ასე ვთქვათ, იმას დაამარცხებენ, ღმერთის გემას არ კითხულობენ და ჩვენ უფლის იმედზე ერთადერთი დიდება უფალს მოვითხოვოთ ქრისტიანულად, მართლმადიდებლურად, სამართლიანად რწმენაში საქართველოში ცხოვრება. აბა დროებით გემშვიდობებით, სამშაბათს დიახ, 3 საათზე ჩვენ ისევ აქ ვიქნებით უკვე უცვლელად და აქედან ვაანონსებ სამშაბათს ეროვნულ ბანკთან გვექნება შეხვედრა ერთადერთი კითხვით და პასუხს მივცემთ რით აპირებენ წართმეული ქონებების დაბრუნებას და მათ რა მექანიზმი აქვს რო არა მიიღონ ჩვენი რასაც ვთავაზობთ. მადლობა.